მოგესალმებით, გიბრუნდებით მე-6 თავის ამოცანების განხილვით, ჩვენ ვიწყებთ ახლა B კატეგორიის ამოცანების გარჩევას. 6.29. სამკუთხედის გვერდებია 4, 6 და 8. მოდი ავიღოთ, ასე, ცოტა უკულტუროდ დავხატოთ 4, 6 და 8. იპოვეთ მისი მსგავსი სამკუთხედის გვერდები, თუ ამ უკანასკნელის ერთ-ერთი გვერდი 24 სანტიმეტრია, ანუ აშკარად უფრო დიდ სამკუთხედთან გვაქვს საქმე. ავიღოთ უფრო დიდი სამკუთხედი. მაგრამ ახლა აქ ერთი მომენტი. როდესაც ჩვენ მსგავსებაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, არსებობს ყველაზე მთავარი ერთ-ერთი ცნება არის შესაბამისი გვერდების კატეგორია, ხო? რომელი ითვლება შესაბამის გვერდებად, ახლა ჩვენ მარტივად ეს მანამდე ვთქვით, რომ ტოლი კუთხეების მოპირდაპირე გვერდები არის შესაბამისი გვერდები და უფრო ასე ვთქვათ, პროპორციის ენაზე თუ ვიტყვით, რითაც ვლინდება და ანგარიშებებში მსგავსება, შესაბამისი გვერდებია სწორედ ის გვერდები, რომელთა შეფარდება გვაძლევს მსგავსების კოეფიციენტს, ხო? რომელთა შეფარდებებიც არის ერთმანეთის ტოლი. და ახლა თუ ჩავთვლით ჩვენ რომ მაგალითად აი ამ 4-იანი შესაბამისი გვერდი ეს არის, 6-იანი შესაბამისი გვერდი ეს არის და 8-იანი შესაბამისი გვერდი სპეციალურად ერთადერთი რაოდენობის ისრებით გამოსახე ეს არის. ბავშვი რა გვხვდებით უკვე რომ და მნიშვნელობა აქვს რომელი იქნება 24-ის ტოლი, ხო? თუ ეს იქნება 24-ის ტოლი, მაშინ მსგავსების კოეფიციენტი რა იქნებოდა? შესაბამისი გვერდების შეფარდება, ხო, 24 უნდა გაგვიყო 4-ზე. მერე თუ აი ეს იქნებოდა 24, აი 4 ხაზიანი, მაშინ 6-ის შესაბამისი გამოდიოდა ეს 24 და მსგავსების კოეფიციენტი იქნებოდა 24/6. თუ იქნებოდა აი ეს იქნებოდა 3 ხაზიანი გვერდის შესაბამისი იქნებოდა 24, მაშინ 24 მერვედი იქნებოდა მსგავსების კოეფიციენტი და ცხადი ეს სულ სხვადასხვა ამოცანებია, ხო? და ამიტომ რამდენი ამონახსნი აქვს ამ ამოცანას? ნუ ცხადია იქნებოდა 3 ამონახსნი. ჩვენ გვერდების უნდა ვიპოვოთ პრინციპში აგერ წერია, იპოვეთ მისი მსგავსი საკუთხედის გვერდებიო. ნუ 3 ამონახსნი ჰქონდა და პირველ შემთხვევაში რა იქნებოდა ახალი საკუთხედის გვერდები, რადგან მსგავსების კოეფიციენტი არის 6, ანუ გამოდის რომ 4-იც უნდა გავამრავლოთ 6, ანუ 4-ზეც 6-ჯერ დიდი იქნებოდა, 6-ზეც 6-ჯერ დიდი იქნებოდა და 8-ზეც 6-ჯერ დიდი იქნებოდა. ნუ 24 იქნებოდა ერთი გვერდი, 36 იქნებოდა მეორე გვერდი და 48 იქნებოდა მესამე გვერდი. აღარ დავკარგავ ახლა დროს, მარტივი ამოცანაა და ანალოგიურად გააკეთებდით დანარჩენ ორ შემთხვევაშიც. 29 ნომერი. ABC სამკუთხედში AB და N წერტილები მდებარეობს შესაბამისად AB და BC გვერდზე და MN პარალელური აცესი. ავიღოთ ABC სამკუთხედი. M და N წერტილები მდებარეობს AB და BC გვერდზე, ნუ ავიღეთ M AB გვერდზე და პირდაპირ რადგან MN პარალელური აცესი, აი MN პარალელური აცესი, მოდი გავავლოთ პარალელური ხაზი და შესაბამისად ეს იქნება N. მორჩა ახლა აი როგორც კი ორ პარალელურ ხაზს დაინახავთ, უკვე სამკუთხედები მსგავსია. ყოველთვის AC ამ B6-ე თავიდან მოყოლებული. ნებისმიერ სხვა თავში და თავიდან ვარდებოდ თავებს ახლა როდესაც მოგდით თქვენ გამოცდა ტესტირება რაიმე რაღაცა გამოწვევის წინაშე გახართ და პრობლემა გაქვთ გადასაწყვეტი ამოცხადა მოგივიდათ, ეხლა ეწერება ახლა აბერიცის რომელი თავიდანაა ის აღებული, ეძებს გავსებას რა. რა თქმა უნდა, არ დაგავიწყეთ რომ უკეთეს შემთხვევაში შეიძლება ფიგურები ტოლიც იყოს, ამიტომ ეგეც არ დაგავიწყეთ, მაგრამ ეძებებს გავსება ამ ძიებაში ტოლობაც გამოჩნდება. ყოველთვის ეძებებს გავსება, ეგ საკმაოდ მნიშვნელოვანი რჩევა იქნება თუნდაც ავთავის ცოტა მომდევნო ამოცანებში. ჩვენ რა ვიცით ახლა B-ების შეფარდება AM-თან არის 4/5-თან, ხო? ანუ ეს არის 4 ნაწილი, ეს არის 5 ნაწილი და BC გვერდი არის 27-ის ტოლი. გუთხოვენ B-ს, აი ამას ითხოვეთ, მაგრამ ჩვენ რა ვიცით ვაჩვენეთ უკვე, ხო? მსგავსების ერთ-ერთი გამოვლინება სამკუთხედში ის არის, რომ
პარალელური ხაზებით სამკუთხედის გვერდი, ერთი გვერდი რა შეფარდებითაც იყოფა, მეორე გვერდიც იგივე შეფარდებით გაიყოფოდა, ანუ აღარ მოყვებით მტკიცებას, ეს შეგიძლიათ უკვე თუ არა გაქვთ დასაბუთება დანახი, ან თქვენ თვითონ რომ მოიფიქრეთ, ინტუიციურად გამოიყენოთ, ჯერა რომ თქვენი ინტუიცია მას კი კარნახებთ, ეს არის 4y, ეგ 5y, რა თქმა უნდა, სხვა პროპორციულობის კოეფიციენტი უნდა გამოვიყენოთ, ანუ იდეა რა არის? ეს გვერდი იყოფოდა 9 ნაწილად, 4 ნაწილი შესაბამებო დაზე და გვერდს 5 ნაწილი ქვედას, თქვენ ერთი ნაწილის ზომა გქონდათ რაღაც კონკრეტული x-ი. და რაც შეეხება მეორე გვერდს, აქ თქვენ იცით, რომ მეორე გვერდიც იდეაში ისე 4 და 5 ნაწილად იყოფა, მაგრამ რატომ უნდა იყოს აქ ერთი ნაწილის ზომა ზუსტად იგივე BC გვერდის შემთხვევაში, რაც AB გვერდის შემთხვევაში, ამიტომ ზოგადობის დაურღვევლად, აი თქვენ რომ ისეთი ამოხსნა დაწეროთ, ყველა შემთხვევა ჰქონდეს თავის თავში ჩართული, საჭიროა სხვა კოეფიციენტი შემოიტანოთ, აქ პროპორციულობის კოეფიციენტს გულისხმობ, რა როლსაც y ასრულებს. და იქნებოდა 9y უდრის 27, y გამოდის 3. შესაბამისად b-ნი, რასაც გეკითხებოდნენ, ეგ იქნებოდა 4/3, ანუ 12. მოდი 31 ამოცანა აქვე აგერ განვიხილოთ. არა მგონია ახლა ბევრი ადგილი წაიღოს. უბc სამკუთხედში ევიდენტ წერტილები მდებარეობს AB და ანუ იგივე სცენარია, ისევ ავიღოთ ABC სამკუთხედი და ისევ ABC M და N წერტილი მდებარეობს AB და BC გვერდზე და M პარალელური AC-ი, MN პარალელური AC-ი, ავიღეთ აგერ M, N, ვიცით რომ MN პარალელურია AC-ი, AC ვიცით არის 12, ABC სამკუთხედის პერიმეტრი არის 48, ABC პერიმეტრი, ანუ დიდი სამკუთხედის არის 48, პერიმეტრი პატარა სამკუთხედის MBN-ის აი ამ სამკუთხედის არის 20 და ჩვენ გვეკითხებიან რას უდრის MN-ი, ხო? MN-ი რას უდრის? ახლა როდესაც ჩვენ მსგავსებაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ პერიმეტრებს შორის დამოკიდებულებაც იგივე ხასიათავლებს, რა დამოკიდებულებაცაა მსგავსების დროს გვერდებს შორის. ანუ პერიმეტრებიც კაჯერ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. საერთოდ მსგავსი ფიგურების განხილვა ხდება, ასე ვთქვათ, გვერდების კონტექსტში, პერიმეტრების კონტექსტში, ფართობის კონტექსტში და შემდეგ მოცულობებზეც გვექნება საუბარი დაახლოებით ეს იგივე მომენტია მასშტაბების დროს რომ ქონდა, ну რაღაცა სახლის მაკეტი თუ ქონდა ჩვენ მოცემული და გვეკითხებოდნენ რომელიმე ოთახის კედლის ფართობს როგორ ვაკეთებთ ან მიწის ნაკვეთის ფართობს, თუ მასშტაბი იყო 1 სიტყვაზე თქვა 100-თან, მასშტაბი ხო ყოველთვის სიგრძეებს შორის დამოკიდებულებას გვიჩვენებს, გვაქვს ჩვენ ამაზე, როცა ალგებრას ვიხილავდით დასაუბრები, მაშინ ფართობებზე საუბრის დროს რა ხდებოდა, მეგობრებო, უნდა გვეყანა კვადრატში, ხო? ეს დამოკიდებულება, ანუ აქ უკვე ვამბობდით, რომ 1 სანტიმეტრ კვადრატში იქნებოდა 100 კვადრატი, სანტიმეტრ კვადრატი, 10,000 სანტიმეტრ კვადრატი. კვადრატში აყვავდა. აქაც ფართობის დროს მსგავსი ფიგურების ფართობებს როცა დავაკვირდებით, ანუ სიტყვაზე ვთქვათ, გვეცოდინება ამ ფიგურის ფართობი არის S-ი და შეგვეკითხებიან აი ამ ფიგურის ფართობს, თუ ვიცით რომ მსგავსების კოეფიციენტი არის K, როგორ დავთვლით ახალი ფიგურის ფართობს, ეს იქნება ძველი ფიგურის ფართობი გამრავლებული K-ზე კი არა უკვე, არამედ K კვადრატზე. ანუ თუ A-ჯერ დიდი არის გვერდები, თქვა ამის გვერდი იყო A და ამის გვერდი A-ჯერ K, ეს იყო B, ეს იყო B-ჯერ K, ეს C, C-ჯერ K, ფართობებს შორის დამოკიდებულება რა იქნება? თუ ძველის ფართობი იყო S-ი, ახალი ფიგურის ფართობი იქნება S-ჯერ K კვადრატი. ამაზე მერეც ვისაუბრებთ, როცა მეცხრე თავზე გადავალთ, მაგრამ ახლა შედარებისთვის პერიმეტრს რაც შეეხება, თუ ძველი ფიგურის პერიმეტრი არის P, ახალი ფიგურის პერიმეტრი არის P-ჯერ K. ანუ მხოლოდ K-ჯერ იზრდება, როგორც გვერდი იზრდება, იცვლება, იმდენჯერმე იცვლება პერიმეტრი.
შეგვიძლია ამის დასაბუთება საკმაოდ მარტივად, ეგ არ არის რთული მომენტი. აი მოდი გავიხილოთ ახლა ჩვენ მსგავსი ფიგურები და ვთქვათ ერთი ფიგურის გვერდები არის A, B, C და ვიცით რომ მსგავსების კოეფიციენტი არის A. ну რა იქნება მეორე ფიგურის გვერდები ხო A ჯერ K, B ჯერ K, C ჯერ K. მაშინ ახლა პერიმეტრს დავაკვირდეთ რა არის P ну 1 ეს არის A + B + C რა არის P2 ეს არის A ჯერ K + B ჯერ K + C ჯერ K და შესაბამისად ეს ხო არის K თუ გავარჩილებს გარეთ A + B + C გამრავლებული K-ზე ხო ანუ იგივე P1 გამრავლებული K-ზე ანუ რა გამოვიდა მეორე სამკუთხედის პერიმეტრი ზუსტად K ჯერ დიდი გამოვიდა პირველი სამკუთხედის პერიმეტრზე. და ეგ არის რა. რაში გამოვიყენებთ ახლა ამას ჩვენ პირიქითაც ხო შეგვიძლია ვთქვათ, აი თუ უყურებთ აგერ რომ მსგავსი სამკუთხედების პერიმეტრები არის 48 და 20, რა იქნებოდა მაშინ მსგავსების კოეფიციენტი? პირდაპირ აუ პერიმეტრების შეფარდება ხო? პირიქითაც ხო სწორი გამოდის რამდენჯერაც მეტია ერთი სამკუთხედის პერიმეტრი მეორეზე მსგავსი სამკუთხედების ზუსტად იმდენჯერ მეტი იქნება გვერდიც ანუ ეს 48 მეოცედი იქნებოდა იგივე AC შეფარდებული MN-თან ეგ არ არის შესაბამისი გვერდები AC და MN ეს მაგალითად ჩასვამით 12 და ანუ რა გამოდის 12 გაყოფილი MN-ზე ეს იგივეა 48 გავხოთ 20 ოჩ 12 ეგ შეგვეცებოდა 48-სთან ეგ არის 4 4 და 20 შეგვეცებოდა და 5 ჯერ 1 უდრის MN ჯერ 1 ანუ MN უდრის 5-ს ну ცოტა ახლა შორიდან მოვუარეთ საკითხს მაგრამ მგონია რომ თქვენთვის არსი გასაგებია საფუძვლიანი ახსნაც იყო და მგონია რომ საჭიროც 32-ის ნახაზი მოცემულია მოდი უცებ გადავხაზოთ ჩვენს ტოლფერდა სამკუთხედია ავაგოთ ტოლფერდა სამკუთხედი გავითვალისწინოთ ეს ნახაზი როგორც არის აქ კაიმიც გავავლოთ აი ასე დავაწეროთ ასოები A B C A M აგერ ნახეთ რა არის მოცემული რომ AK კაიმთან და MC-სთან არის 3 5-3-5-თან, ანუ 5x, ესე იგი AK არის 5x, KM გამოდის 3x, ну პროპორციულობის კოეფიციენტად შემოვიტანით x, არა გვერიოს ახლა აქ პროპორციულობის კოეფიციენტი, მსგავსების კოეფიციენტი თავდავიანტი გამოყენება დანიშნულება აქვს. ეს იქნებოდა 5x, AC არის 8. რა თქმა უნდა, ხოცა დააკვირდით აქ უქმები მე მინდოდა იმის თქვა რომ რა თქმა უნდა სამკუთხედი KBM მსგავსია სამკუთხედი ABC კი მსგავსია მაგრამ ჯერ ერთი ეგ არ არის ნაჩვენები პირდაპირ პირობაში რომ მსგავსებია არც ყველაზე მთავარი მიმტკიცებელი არ არის ნათქვამი რომ KM არსად არ წერია რომ KM პარალელურია AC არ არის ეს ნათქვამი, მაგრამ ახლა დააკვირდით ერთ გარემოებას. კი ბატონო, პირდაპირ არ გვეუბნება, ხო? მოდი, ჯერ თქვათ ის, რომ AB ვიცოდით, რომ 15 სანტიმეტრი იყო. და გვეკითხებოდნენ, მოდი, ესეც თქვათ, დროებით წავშალოთ, ჯერჯერობით არ ვიცით ეს. KM და MC უნდა გვეპოვა ჩვენ. ახლა რა ხდება? და რატომ არის ეს ორი სამკუთხედი KBM და ABC მსგავსი? ჯერ ერთი იმას დავაკვირდეთ, რომ საწყისი სამკუთხედი ხო ტოლფერდა დიდი ABC სამკუთხედი და შესაბამისად გამოდის, რომ ეს გვერდი იქნებოდა 15-5x და ეს გვერდიც იქნებოდა 15-5x, ხო? იმიტომ რომ ტოლფერდა, აი 15 თუ არის AB გვერდი, გამოაქვთ 5x. ანალოგიურად მეორე ფერდიც ხო 15 იქნებოდა.
ესე გამოგდის, რომ ესე სტოლფერდა არა, აი ესეც ამის ტოლია. მაგრამ არ დაგვამწეს, რომ წვეროში მდებარე კუთხე საერთო აქ ამ ორ სამკუთხედს, ანუ სიტყვაზე ვთქვათ, B კუთხე თუ იქნებოდა ალფა, რა თქმა უნდა, როგორც პატარა სამკუთხედში კაბეც M-ში ფუძესთან მდებარე კუთხეები იქნებოდა 180 მინუს ალფას ნახევარი, ანალოგიურად A და C-წვროსთან მდებარე კუთხეებიც იგივე იქნებოდა. შესაბამისად, მეგობრებო, გამოდის, რომ პატარა სამკუთხედში ესენი ორხაზიანი კუთხე კი არ იქნებოდა K-სთან და M-თან არავეთ, როგორც A-წვროსთან და C-წვროსთან ესენიც იგივე ზომის თითო-თითო რკალიანი იქნებოდა. ნუ გამოგვივიდა, რომ რაღაცა ორი წრფე გვაქვს, მესამე კვეთი, AB-ს გულისხმობ ახალ შემთხვევაში და შესაბამისი კუთხეები ტოლია. მაშინ KM და AC პარალელურებია. კონფერდაც რომ არ ყოფილიყო, მეგობრებო, და ჩვენ ვიცით პირიქით, ანუ პირიქით რა თქვენ იცით თეორემა, რომ თუ პარალელურ წრფეებს გაავლებთ, რა შეფარდებითაც იყოფა ერთი გვერდი, იგივე შეფარდებით გაიყოფა მეორე გვერდი, მაგრამ პირიქით რომ იცოდეთ თეორემა. ანუ არ იცი პარალელური გაავლე თუ არა, რაღაცა გავავლე და ვთქვათ, ეს არის 5x, 6x და ეგ არის 5y, 6y, ხო? შემიძლია ჩავთვალო, რომ ეს MN წრფე პარალელურია AB-ს. კი, შეგიძლია ჩათვალოთ მსგავსების თვისებიდან გამომდინარე, ხო? უпроსტად მსგავსების ნიშნიდან გამომდინარე, მსგავსების ერთ-ერთი ნიშანი არის, თუ ორ სამკუთხედს ერთი კუთხე გააჩნიათ ტოლი და ამ კუთხის შემადგენელი გვერდები პროპორციულია ერთმანეთის, ანუ ეს გვერდი ამასთან რომ შეაფარდო, ხო იქნებოდა 5/6, ეს გვერდიც ამასთან რომ შეაფარდო, ხო იქნებოდა 5/6, კი ბატონო, მაშინ სამკუთხედები მსგავსია. ამიტომ როცა ყოფილიყო ტოლფერდა და უბრალოდ ვცოდნოდა ჩვენ რომ რა შეფარდებითაც იყოფოდა ერთი გვერდი, იგივე შეფარდებით იყოფოდა მეორე გვერდი, KM-ი პარალელური გამოვიდოდა AC-ი, ესე იგი KBM სამკუთხედი მსგავსი იქნებოდა ABC სამკუთხედის, სამკუთხედი KBM-ი მსგავსი იქნებოდა სამკუთხედი ABC-ი. და რა გამოდის? მსგავსების აღმოჩენის თავარი იზამსრაფვა რა არის? რასთან უნდა მიგვიყვანოს ამან გამოთვლით მაგალითებში, ხო? ამოცა პრობლემებში, რა თქმა უნდა, შეფარდებებთან, შესაბამისი გვერდების შეფარდებებთან. და აქ იქნებოდა 3x ისე შეეფარდება 18-ს, ანუ ასე ვთქვათ, ფუძეები, როგორც 15 - 5x შეეფარდება 5x. ესენი კვეცებოდა, აქ იქნებოდა 1x, ესა x6, აქ 5-ზე შეგვიძლია შევკვეცოთ და ზემოთ იქნებოდა 3 - x შეფარდებული x-თან. გადავამოწმოთ ახლა ეს ერთმანეთზე, x ჯერ x, x კვადრატი გამოდის, x ჯერ 3, ეს არის 18 - 6x, დავალაგოთ ერთმანეთში, აქ პლუს 6x იქნება და აქ -18. ერთ ცუდია, აქ ამას კარგი ფესვები. მე ხო არ მეშლება რა. 5-ზე შევკვეცე ზედა. 5 3 5 იყო. ესე იგი 3x 18 3-ზე შეიკვეცა, AC იყო 18, AB იყო 15, AB და BC გვერდებზე იყო K და M-ი. ისე ახლა აქ მე რომ ფერდება, ნახაზია მოცემული ხო, რომ AC ფერდია, ფუძია. კარგი. იქნება ახლა მეშლება ზეპირი ანგარიშის დროს და ვერ მივხვდი რა ფესვებია ეგ 2 და 9, 3 და 6, ხო? ხო. ცუდია. სეპირად ხო ვერ დავთვალეთ, ესა 2 და 9, აშკარად 6 არ გვაძლევს, 3 და 6.
მოდი დავსვათ დისკრიმინანტი და მერე მიუბრუნდეთ ისე ანგარიში ხوار გვეშლება, იმიტომ რომ საკმაოდ მარტივი ამოცანა, ხო? ფერდი არის 15, AB 5, 3, 5-თან AK, KM, KG 5x ეს იქნებოდა 15 მინუს 5x და 15 მინუს 5x. აჰა, კიდე იგივე შესწავლას უშვებ რა. 15 მინუს 5x-ით 5x კი არ შეეფარდება, არამედ შეეფარდება 15-ს. აი ასეთი ყურადღებობა როგორ შეიძლება, მეგობრებო. კარგი. ანუ რა გამოდის ახლა აქ? ხო, გვერდების შესაბამისი გვერდები რა არის? ეს არის და დიდი გვერდი, ხო? კი ბატონო, აქ შეიკვეცებოდა შესაბამისად ეს იქნებოდა აქ 5-ზე რომ შეგვეცავდით 3, ანუ x-ი გამრავლდებოდა 3-ზე 3x-ი, აქ არის x ჯერ აქ დარჩებოდა, კიდე გადავწეროთ ეს კიდევ გამი ვაზრობა არ გავაკეთო. x-ი შეფარდებული x-თან, ეგ იქნებოდა 3 მინუს x-ი შეფარდებული 3-თან. ხო, მე გამრავლდებოდა. მოდი აქ 3 და x-ი კიდე შევკვეცოთ, აქ 1-ია, აქ 2-ია და x ჯერ 1 არის x-ი. 2 ჯერ 3 არის x-ი, აქ არის მინუს 2x-ი. და შესაბამისად 3x-ი უდრის x, x-ი უდრის 2-ს და ჩვენ გვეკითხებოდნენ AM-ს. AM იქნებოდა ცხადია 2 ჯერ 3, ანუ 6 და MC იქნებოდა 5 ჯერ 2, ანუ 10. მოდი, ახლა გავაკეთოთ ჩვენ 33. 33 ამოცანაში რა ხდება? ტოლფერდა საკუთრეთში, რომლის ფერდია 20 და ფუძეა 4 ჩახაზულია წრეწირი. კარგი. მოდი ჩვენ ავდგეთ ახლა, დავხატოთ უცებ რაიმე ტოლფერდას ხედი. ასე ჩავხაზოთ წრეწირი. ასე მომნიშნოთ შეხების წერტილები, იქნება საჭირო. ტოლფერდა სამკუთხედში, რომლის ფერდია 20, დავაწეროთ ასე A, B, C, AB უდრის BC-ს და უდრის 20, ფუძე არის 4, ანუ AC უდრის 4-ს, ჩახაზულია წრეწირი პოვეთ მანძილი ფერდებზე მოთავსებული შეხების წერტილებს შორის. რადიუსი მოდი ჩავწეროთ. ჩახაზულია წრეწირი, არა, რადიუსი არ ვიცით. რადიუსი არ ვიცით და ასთხოვენ ფერდებზე შეხების წერტილებს შორის მანძილს. აი ამას ითხოვენ, ხო? ემენ მონაკვეთს ითხოვენ. კარგი, მორჩა დავთავდა, ხო? მეტი არც არაფერი. ახლა რა ხდება? რა უნდა დავინახოთ აქ? ჯერ ერთი ახლა, რა თქმა უნდა, ეჭვი გვიჩნდება, რომ აი ეს სამკუთხედი ხომ არ არის მსგავსი დიდი სამკუთხედის, ანუ ემენი ნუ თუ არ იქნება ეს კუთხე, ამის ტოლი არ იქნება, ანუ ემენი არ იქნება პარალელური აცესი და რადგანაც ტოლფერდა იყო, მაშინ n-თან შექმნილი კუთხეც ტოლი უნდა ყოფილიყო წესი. მოდი ჯერ ეს არ ვიცით, არ ვთქვათ, რადგანაც უბრალოდ ტოლფერდაა ჩვენი ABC სამკუთხედი, ეს A და C კუთხეები მომნიშნოთ, რომ ტოლებია. აი, რა ვიცით ახლა? წრეწირთან შეხების მომენტი ერთ-ერთი მთავარი საკითხია, საბაზო მთავარი საკითხია და აუცილებლად ყოველთვის პირველ რიგში უნდა დააფიქსიროთ თქვენ თავში, მერე ნახაზეც, რომ ერთი წერტილიდან გავლებული ხების მონაკვეთები ტოლია. ამიტომ ამას თუ დავარქვევდით ჩვენ რაიმე აი კ-წერტილს თუ დავარქვევდით ამას, შესაბამისად აი მონაკვეთი აკას ტოლი გამოდიოდა. და მოდი აი სამხაზი აით ვუნიშნოთ. აი ახლა აქ კაცე მონაკვეთი გამოდიოდა n-ს ტოლი. ჯერ არ ვიცით ჩვენ ესენი ტოლია არა ტოლი.
მაგრამ დააკვირდით მეგობრებო, ანალოგიურად ზემოდანაც ეს ხო ტოლი იქნებოდა ამისი ბმ ბმს, კი, ტოლი იქნებოდა. და რადგანაც მოდი ეს არის 20 და მოდი ამას დავარქვათ, ეს იყო a, ცხადი ეს ხო იქნებოდა 20 - a, არა? კი. და ესეც აი ქვემოთ არ იქნებოდა 20 - a? კი, იქნებოდა. მაშინ ესეც ხო არის ბედან გავლებული შეხების უნაკვეთები ტოლია და ეს ფერდი ხო 20 იყო, მაშინ ესეც 20 - a არ იქნებოდა, კი. ვაუ, ანუ ესეც 20 - არის და ესე იგი ეს გაიყო შუაში, ხო? ანუ k წერტილი ფაქტობრივად შუაზე ყოფს. და რადგანაც mn იყო, უпростоად ac იყო 4-ის ტოლი, ну ეს შენი 20 - a გამოდის 2-ის ტოლი, ხო? თუ შუაზე იყო გაყოფილი 20 - a 20 - a. ან და ორჯერ 20 - a იყო 4-ის ტოლი, შესაბამისად 20 - a გამოდიოდა 2 და a გამოდიოდა 8. ძალიან კარგი. 18 და შესაბამისად, მეგობრებო, ეს ტოლფერდა გამოდის ტოლია და თავისთავად აწვეროსთან მდებარე კუთხის ტოლი იქნება, იმიტომ რომ მათ საერთო წვერო აქვს ამ ორ ტოლფერდას სამკუთხედს და თავისთავად ფუძესთან მდებარე კუთხეების ტოლი იქნება. გამოვიდა ეს ჩვენი სამკუთხედები მსგავსი და შეგვიძლია უკვე თავისუფლად დავწეროთ, რომ mn შეფარდებული 4-თან, ხო, ეს 4-ის ტოლი იყო, ეგ იგივეა, რაც აი 18 ამ სამკუთხედში, რომ შეაფარდოთ 20-თან. ну mn გამოდიოდა 18 მეხუთე. მგონია რომ გავიგეთ ეს გამოცანა და განსაკუთრებული პრობლემა არ შეგვიძლია. 34. გაგუხსნათ ეს ნახაზი, როგორც არის მოცემული, ესე. ну m და n წერტილი იყო მართკუთხედის გვერდებზე აღებული გარკვეული პირობებით. ჩვენ ხედავთ, რომ n არის შუა წერტილი, ანუ n უდრის n დესო და ხლა თუ აი ეს უდრის ამას, გამოდის რომ შუა წერტილია, ხო? დი ნიშნავ და ეს ამას უდრის. და b-n იყო გავლებული შესაბამისად b იყო n-თან შეერთებული. რაც შეეხება m წერტილს, ჩვენ აგერ პირობაში მოცემული გვაქვს, რომ აი b-m-ის შეფარდება m-ს-თან არის 1/4-თან. ანუ იდეაში ეს თუ იყო x-ი, 1 ცალი x-ი, ხო? აი ეს გამოდიოდა 4x-ი. b-m. ასეთი ამბავი. კარგი. ჩვენ ვთხოვენ ახლა გამოსახოთ bk n-თან. ასე. bk სადა ხარ? ასე, კვეთის წერტილი ყოფილა k. ძალიან კარგი. bk კაი. აჰა. ესე იგი რა შეფარდებით იყოფოდა bn გვერდი. რა ვთქვით ჩვენ, თუნდაც ავიდეოს დასაწყისში და ალბათ მომიწევს ნაკლებად ხშირი გამეორება. ეძებეთ მსგავსება, ცხადია, ეს ზედა სამკუთხედი და ეს დაშტრიხული ეს მეორე სამკუთხედიც ერთმანეთის მსგავსია. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? ორი პარალელური წრფეხო არის bc და ad. bn და am მათი მკვეთები, ანუ შიგა ჯვარიდან მდებარე კუთხეები ტოლი აი ეს კუთხე ტოლია აი ამ კუთხის. მერე ეს კუთხე ტოლია აი ამ კუთხის, ხო? აი ეს იქნება ამასაც. ავავლოთ თვალისთვის ასე. და რა ხდება ახლა ჩვენ თავს თუ ტოლია, მაშინ გვერდებიც უნდა დავწეროთ ახლა პროპორციულად როგორ სრულდება, ხო? ეს bk და k-ი რა შეფარდებასაა ჩვენ ვთხოვეთ,
ეგ რა, ეს არ არის ზედა საკუთხედში ორ ხაზიანი კუთხის მოპირდაპირე გვერდია ბკ და ჩვენ ვოვწერთ მის შეფარდებას ქვედა საკუთხედში ორკალიანი კუთხის მოპირდაპირე გვერდთან, აი KL-თან, ფაქტობრივად ეს მსგავსების კოეფიციენტის ჩვენება არ არის? კი. და ეგ იგივე არ იქნებოდა BM მონაკვეთი, აი რომ შეგვეფარდებოდა ქვემოთ AN მონაკვეთთან. კი ბატონო. მაგრამ BM-ი რა არის? BM-ი ხო X-ია. რა AN-ი რო არ ვიცით? როგორ არ ვიცით? BC თუ 5X-ი გამოდიოდა ჯამში. ანუ AD-ც ხო 5X-ი გამოდის და რადგანაც AN-ი მისი ნახევარია, ეს 5 მეორედ X-ი გამოდიოდა. ანუ ფაქტობრივად ჩვენ ერთი ცვლადით გამოვხატეთ აქ შესაფარდებელი გვერდები და ანუ ეს რომ შეგვეკვეცა, ეგ იგივე გამოდის 2/5, ხო? ერთი რომ გაგვეყო 5/2-ზე. ანუ რა გამოვიდა კითხვაზე პასუხი ბკ შეფარდებული KL-თან, გამოვიდა 2/5. 35 ამოცანა. აქაც რაღაც ასეთივე პირი უჩავს. მოდი ჩავწეროთ. ახლა ხო პარალელოგრამი ჩავხაზოთ. ასე ეს არის A, B, C, D, ასე და ახლა ნახეთ რა ხდება. ესე იგი, BD დიაგონალზე აღებულია K-წერტილი. ნუ ავიღოთ რაიმე A-წერტილი, მეგობრებო. ასე და ამ K-წერტილზე ისეა ხო, ისე რომ BK KD-სთან იყოსო 2/5-თან. ანუ ნახეთ მეგობრებო, ეს 2x იყოს და ეს 5x, ხო? BK KD-სთან. კი, იყოს. იპოვეთ AN მონაკვეთის სიგრძე თუ AN-ი უდრის 2BM-ს. აქ ესე იგი M-წერტილი არის BC-ზე აღებული, კი ბატონო. პირობაში აკლია ხო რომ M-ად მონაკვეთია ზოგადად ერთ სფეროზე რომ ძევს. ესე ABCD პარალელოგრამის BD დიაგონალზე აღებულია K-წერტილი ისევ BK KD-სთან, კი ბატონო, იპოვეთ AN მონაკვეთის სიგრძე თუ ხო, ანუ აქ ალბათ M-ი ერთი წრფე უნდა იყოს, ხო? AD არის 21. ხო, ალბათ ამას გულისხმობს ავტორი. გავავლოთ ახლა ჩვენ აქ ასე M-ად მონაკვეთი, ხოდი სტანდარტული ფერი ამბობთ, ჩვენთვის სტანდარტული ასე. ხო, დავუნიშნოთ აქ ეს არის M წვერო, ეს არის N წვერო და ვიცით რომ AN-ი უდრის 2BM-ს. AN-ი უდრის 2BM-ს. ანუ BM-ს თუ აღნიშნავს სიტყვაზე თქვა აპატარათი, ხო, რომ გამოვხოთ წვეროებიდან, აღნიშნოთ წყალი ფერი და ამას თუ აღნიშნავთ აპატარათი, AN-ი გამოდიოდა 2A პატარა. თან ვიცით რომ AD გვერდის სიგრძე არის 21. მაშინ ამას უცებ დავწეროთ ეგ რომ არის 21 - 2A. და არის ახლა ეს ორი საკუთხედი ერთმანეთის მსგავსი? კი, რა თქმა უნდა არის. ისევ იგივე რაც წინა საკუთხედში. ნახეთ, ეს ვერტიკალური კუთხეებია. კი. აი ეს შიგაჯვარდიდან მდებარე კუთხე არ არის? აი ავისი, კი. და ახლა მოდი ვთქვათ, მაგრამ თუ მსგავსია, ორი კუთხის ტოლობა უკვე ორი საკუთხედისთვის საგვარესია რომ მსგავსი იყოს და ერთრკალიანის მოპირდაპირე პატარა საკუთხედს ისე შეეფარდება, როგორც ქვედა საკუთხედში ერთკალიანის მოპირდაპირე
21 მინუს 2a, როგორც ზედა სამკუთხედში ორკალიანი საპირდაპირე 2x შეეფარდება ქვედა სამკუთხედში ორკალიანი საპირდაპირე 5x. ასეთი ამბავი. x-ები იკვეცება და 5 გამრავლებულია ზე 5-ია, 2 გამრავლებული აქ 21-ზე 42 მინუს 4-ია, ეს არის რა, ეს არის 42. თუ სავზე რო შევკვეცოთ ზემოთ აქ 21 სავზე რო შევკვეცოთ 14-ია, ეგ არის 14 მესამედი გამოვიდა. რას გეკითხებოდნენ? n მონაკვეთის სიგრძე შესაბამისად n იქნებოდა 2-ზე რომ გამრავლდება, n ხო 2 არის და ეს იქნებოდა 28 მესამედი. ხა ასეთი ამბავი გვექნებოდა. მოდი დავაკვირდეთ ახლა რა სიტყავს 36 ამოცანა. მოდი დავხატოთ 36. ესე იგი ABCD სამკუთხედში, ABCD სამკუთხედი არ არის დაკონკრეტებული როგორია, მაგრამ რადგანაც ნახაზზე, ისე ამოცებული, რომ სიმაღლეები შიგნითაა გავლებული, მახვილკუთხა სამკუთხედი ყოფილა, თვითონ ნახაზეც ასე ჩანს, ნახაზზე ცოტა მართკუთხასაც გავს. ვეწვეროდაა გავლებული სიმაღლეც შიგნით მოხდა, აი ასე. ვეწვეროდაა გავლებული სიმაღლეც შიგნით ხდება, აი ასე. ეგ არის A, ეგ არის M, ეს არის O და AK, PM სიმაღლეებია, O მათი გადაკვეთის წერტილია, OK ისე შეეფარდება OM-ს როგორც 2 3-ს. ანუ ეს არის აქ 2x, OM არის 3x, BK უდრის 10-ს, აი დავაწეროთ BK 10 რომ არის და რას გეკითხებია? გეკითხებიან AM-ს. ნუ კი ბატონო, აი მოდი კითხვის ნიშანი AM. ისევ და ისევ აქ ეგ ორი სამკუთხედი ხო ცხადია მსგავსია. რატო? აი ეს სამკუთხედი და აი ეს სამკუთხედი. ესენი ხო ვერტიკალური კუთხეებია, კი. ხო მართკუთხეებია და უკვე გამოდის რომ ორ-ორი კუთხე ტოლი. ესე იგი მესამე კუთხეს ტოლი იქნებოდა, აი თქვათ ეს ორკალიანი გამოვიდოდა და ესეც ორკალიანი. მსგავსია დავწეროთ მაშინ მსგავსება რა შანს, ხო? აი აქ ქვედა სამკუთხედი რომ ავიღოთ, თქვათ, ერთკალიანი საპირდაპირე ხო ის არის, რასაც გეკითხებიან AM, ისე შეეფარდება ზედა სამკუთხედში ერთკალიანი საპირდაპირე 10-ს, აი ეს შესაბამისობები დავაფიქსიროთ, რომელი გვერდებია მსგავს საკუთხედებში შესაბამისი ტოლი კუთხეების მოპირდაპირე გვერდები და რა თქმა უნდა, ისინი ერთმანეთთან უნდა შეაფარდოთ და ყველა შეფარდება ერთმანეთს უნდა გაუტოლოთ. აი ეგაა სწორედ მსგავსების გამოვლინება. და მსგავსების პირობაც. აუცილებელი პირობა, საკმარისიც. აქ მე ქვედა სამკუთხედში ორკალიანი საპირდაპირე ხო 3x-ია, კი. და ზედა სამკუთხედში ორკალიანი საპირდაპირე ხო 2x-ია, კი. ახლა დაწერდით ამას. შესაბამისად, გამოდის რომ AM ტოლი იქნებოდა 10 გამრავლდებოდა 3-2-ზე და ეს გამოდის 15. მოდი 37 ამოცანაც ესეთ აქვე უნდა მოვილიოთ. ნახოთ ახლა აქ რამდენად თვალშისაცემია მსგავსება. ნუ პრინციპში რა გამოდის ახლა ამ ნახაზიდან 37-ეს ნახაზიდან რაღაც მართკუთხა სამკუთხედი რომ გქონდეს მოცემული და მის ჰიპოტენუზის შუა წერტილზე აი სადღაც აქ წერტილზე გავლეს მართობი. პერპენდიკულარი გავლეს.
აი, აქედან ასე რომ გავყოთ ვართობი, რომელიც გააგრძელეს ეს ვართობი, ნუ ამ კათეთის აქ ამის გადაკვეთამდე რა, ასე. ეს C A ეს ვართი იყო და ეს D. ნუ ახლა რა იდეები მოვდის აქ. დაგვიდით აი ერთი ეს სამკუთხედი, აი ასე რომ არის, ხო? და მეორე აი ეს სამკუთხედი, ხო? ასე რომ არის. მათ ეს კუთხე ხო საერთო აქვს. ხო, აი ეს კუთხე. ეს კუთხე ხო საერთოა, კი. მართი კუთხე ხო ორივეს აქვს. აი, აგერ მართია, ესეც მართია, ხო? აქ არის მართი, ეს არის აქ მართი. შესაბამისად, ორი კუთხე უკვე ტოლი აქვს და ხო, გამოდის რომ მესამე კუთხეც, აი ეს კუთხე ტოლი ექნება. კი, რა თქმა უნდა გამოდის. მოდი დავაფიქსიროთ ახლა ეს. აი ეს კუთხე ტოლი იქნება აი ამ კუთხეს. ნუ საკუთხედები რა თქმა უნდა მსგავსია. ახლა დავაწეროთ რაც ვიცით. AB გვერდი, ხო ეს B, ხო? AB გვერდი თლიანად არის 5, რა თქმა უნდა ეს იქნებოდა 5 მეორედი, 5 მეორედი. 10 არის 3 დავაწეროთ და AE უდრის EB-ს. ოკეი, კი ბატონო. და ანუ რა ვიცით იდეაში ეს 5-ია, იმიტომ რომ ეს AB იყო, აქ C 3-ია, ეს 5 მეორედია და AD გვერდი გამოდის. ამას გვეკითხებიან, აი, ამას გვეკითხებიან. დავწეროთ ახლა შესაბამისობა, ხო? ზედა სამკუთხედში მართი კუთხის მოპირდაპირე გვერდი 5 ისე შეეფარდება ქვედა სამკუთხედში მართი კუთხის მოპირდაპირე x, როგორც ზედა სამკუთხედში ორკალიანის მოპირდაპირე 3 შეეფარდება ქვედა სამკუთხედში ორკალიანის მოპირდაპირე 5/4-ს. ან თუ გინდა მარცხნივ საწყისი პოზიციიდან გვესაუბრა, მე უბრალოდ გამოვყავი ერთმანეთს მსგავსი სამკუთხედები, რომ უფრო მარტივი დანახვადი ყოფილიყო პროცესი. არც ასე გაგიჭირდებათ ალბათ, მაგრამ ასე ხო უფრო მარტივია, მარჯვნივ როგორაც არის გამოყოფილი. დავწეროთ პროპორცია ახლა 3x-ი უდრის 5x5 მეორედი 25 მეორედი და x-ი იქნებოდა 3 გადმოვიდოდა გაყოფით 25/6. ხო, ასეთ ამბავს მივიღებდით აქ. აბა მოვასუფთავოთ ახლა და გავაგრძელოთ. 38 ნომერი 38 ABC სამკუთხედში AB ვიცი, BC ვიცი, AC ვიცი. და მე როგორღაც არის აღებული კიდევ წერტილი, ხო? აი, მოდი აბა დავხატ ახლა 8, 12, 16, ნუ 8 საკმაოდ პატარა, ხო? აი ეს ცოტა რეალობასთან მიახლოებით ნახატი რომ იყოს, დაახლოებით ასეთ სიტუაციას გავს, ხო? აი ეს საკმაოდ დიდია და ეს კიდევ უფრო დიდია. ანუ ეს რომ იყოს 8, ეს 12, A, B, C და ეს არის 16. AC გვერდზე აღებულია D-წერტილი ისე რომ CD უდრის 9-ს. ნუ ეს თუ მთლიანად 17 იყო და ნახევარი ხორვა იქნებოდა და ნუ სადღაც აქ იქნება, ხო? მოდი ეს ასე ვქნათ. აქ ეს არის მთლიანად 16 და ეს უნდა იყოს 9. AD გვერდი არის CD გვერდი. აი CD. კარგი ბატონო ჩემო. იპოვეთ BD. ნუ BD-ს პოვნას თუ მთხოვენ, ესე უნდა გავალო ახლა BD მონაკვეთი აი ასე BD უნდა გავავალოთ. ხო, ნუ ისე ცოტა ნომერით აქ არის 7 იქნება, ხო? AC გვერდი არის 16, AC გვერდზე აღებული D-წერტილი. ახლა რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ? ისა სტიუარტის თეორემა რაღაც რო ვიცოდეთ, რასაც გასწავლით მე თქვენ. არ არის კლასგარეშე მომენტია, მაგრამ ამას ვისწავლით. უბრალოდ მე კოსინუსების თეორემის მე ვისწავლოთ, როცა ავხსნით მერვე თავში.
ну კი ბატონო დავთვლით ჩვენ ნებისმიერი აი მონაკვეთის სიგრძის დათვლა შეგვეძლება შით აი ასეთ კონსტრუქციაში თუ იცით თქვენ ყველა სხვა გვერდი ამას დავთვლით ეგ არ იქნება პრობლემა მაგრამ ახლა როგორ მოვიქცეთ რა ხდება ამ ეტაპზე არც კოსმოსების თეორია ვიცით არაფერი ვიცით მსგავსება და ну უნდა ვეძებოთ მსგავსება ახლა ხო აბა მოდი ვნახოთ რა შეიძლება იყოს მსგავსი ან აქ იქნება ეს სამკუთხედი დიდის მსგავსი აი ასე რომ ასე არის ხო ჩატეხილი და ასე ეგ და თავიდან მოცემული სამკუთხედი აი ეს იქნება მსგავსი ან მეგობრებო მსგავსი იქნება აი ეს სამკუთხედი ასეთი რომ ჩანს ABD და თავიდან მოცემული სამკუთხედი. ეს უნდა იყოს მსგავსი. იმიტომ რომ საერთო კუთხეები ამად გააჩნიათ. აი ძალიან მეჭვება ახლა ეს ორი სამკუთხედი გამოდიოდეს ერთმანეთსგან. პირველ რიგში ეს დავტესტოთ რა აქ BDC სამკუთხედის მსგავსება შევამოწმოთ ABC-სთან, ცოტა ამაც ჩანს პირი აქ და მერე შევამოწმოთ მსგავსება ABD სამკუთხედის ABC-სთან. აი ბატონო, მოდი ვნახოთ ჯერ აი პირველ რიგში. ეს კუთხე და ეს კუთხე საერთოა, ხო? ნუ ეს C კუთხე. ეს 12-ია, ეს 9 არის. და აქ დიდ სამკუთხედში ეს 16-ია და ეს 12-ია. თუ ეს ორი მსგავსი უნდა ყოფილიყო, რომელიც შეიძლება მსგავსი გამოსულიყო, შესაბამისი გვერდი. ალბათ 12 9-ის და ეს 12 16-ის, ხო? მოდი დავთვალოთ აბა აი ზედა სამკუთხედის გვერდი 12 რომ შევაფარდო ქვედა სამკუთხედის 16-თან. და ზედა სამკუთხედის 9 რომ შევაფარდო ქვედა სამკუთხედის 12-თან. გამოდიან ესენი ტოლები, მოდი ვნახოთ ეს 4-ზე რო შევხვეცოთ არის 3 მეოთხედი, ეს 3-ზე რო შევხვეცოთ 3 მეოთხედი. კი ბატონო, გამოდიან. ანუ მსგავსები ყოფილა რომელი ნიშნით სამკუთხედების ტოლობის აი იმ ნიშნით რომელიც გვეუბნება რომ თუ ორი გვერდი პროპორციულია და მათ მიერ შექმნილი კუთხეები ტოლია მაშინ სამკუთხედები მსგავსია ძალიან კარგი ანუ თუ ეს იქნებოდა სიტყვაზე ვთქვათ ორკალიანი აი ეს გამოდიოდა აქ აი 9 იყო 12 შესაბამისი ანუ მსგავსების კოეფიციენტი რა გამოსულა მაშინ 3/4 ანუ ეგ 3/4 რა იქნებოდა მე რო ეს BD ჩვენ შემთხვევაში ახლა X-ი შემეფარდებინა AB-სთან. თვალთ. აჰა. ანუ X მერვედი გამოდის 3/4 და X-ი გამოდიოდა 6. ну საკმაოდ სერიოზული ამოცანაა, ვფიქრობ, აი არის ეგ ასე ესეთი ყურში წამოსარტყელი, თავში წამოსარტყელი ამოცანა. 39 ამოცანა განვიხილოთ ახლა. მოვეცადე ტოლფერდა სამკუთხედის AC ფუძის M წერტილი და B გვერდზე დაშვებულია მართვები. ავიღოთ რაიმე ტოლფერდა სამკუთხედი AC ხო ეს დავწეროთ ABC ესენი ტოლია. მოდი ვნიშნოთ, რომ ეს კუთხეები ტოლია, ესე ტოლფერდა. AC ფუძის M წერტილიდან ნუ რაღაც ავიღოთ ახლა M წერტილი მაინც და მაინც შუაში ვარ ავიღებ, ახლა რომ ვთქვათ აქ. და M წერტილი და B გვერდზე დაშვებულია MK მართვები. ასე MK მართვები დაუშვი. AC სიგრძე 1/8-ჯერ ნაკლებია MC სიგრძეზე, ანუ მოდი პირობითად ახლა KC თუ არის A, MC იქნებოდა 1/8 A. კი ბატონო. ხო, იპოვეთ ფუძის შეფარდება ფერთან. მეტი არაფერი ვიცით, ხო? სამკუთხედის AC წერტილი და B გვერდზე დაშვებულია მართვები, ეს M წერტილი არ ვიცით საძევს, აღმოჩნდა რომ KC 1/8-ჯერ ნაკლებია MC-ზე იპოვეთ ფუძის შეფარდება ფერთან. AC-ს შეფარდება BC-სთან, ფერთან, ну AB-სთან, სულ ერთია ხო, რომელთან მეთქოთ. უკეთ ახლა
ახლა თუ მსგავსება და თან მართკუთხა ეგ სამკუთხედი ცხადია სიმაღლე უნდა დაუშვა, ახლა უცებ შეიძლება აქ მოგინდეს აქედან დაშვება. რა თქმა უნდა ეს დიდი სამკუთხედი და ეს პატარა სამკუთხედი მსგავსები არიან, მაგრამ შორს ვერ მივდივართ. ასე გვერდზე ინფორმირებული არ ვართ. ეს სადაეცემო და აქ ინფორმირებული არ ვართ. და შეიძლება მაინც გააჭრას აქ სიტუაცია ასე ვიწვალოთ ვიშოვოთ, მაგრამ როცა ასე ეჭედება, ჯობს სხვა ვარიანტი განიხილოთ კიდევ მსგავსების მithut ეს გაქვთ ხო ეს ვარიანტი, რომ ფუძეზე რომ ყოფილიყო სიმაღლე დაშვებული, ახლა უცებ შეიძლება არ მოგეჩვენოთ აქ მსგავსება, მაგრამ არის თან სერიოზულადაც. რატო? იმიტომ რომ აი ეგ სამკუთხედი აი აქ და ეს სამკუთხედი როგორია ეს მართიკუთხია, აქაც მართიკუთხე მაქვს. ეგ აი ეს კუთხე აქ ამ კუთხის ტოლი, ანუ ორ-ორი კუთხე ტოლი აქვს სამკუთხედებს, ხო? და თუ ტოლი აქვს, შეგვიძლია ახლა ჩვენ აქ მსგავსებაზე ვისაუბროთ. მოდი უბრალოდ პატარა ასოები შემოვიტანოთ ახლა ამას დავარქვათ, რადგან a პატარა გამოყენებული მაქვს, მოდი x-ი დავარქვათ AB-ფერს და AC-ს ლიანად დავარქვათ y-ი, ხო? მაშინ ეს ხო y მეორედი იქნებოდა. და რო დავწეროთ ახლა ჩვენ აქ მსგავსება რა გამოვა? შეხედეთ, აი პატარა სამკუთხედის, აი გაფერადებულის მოპირდაპირე ხო MK და გაუფერადებელის მოპირდაპირე არის A, ანუ A ისე შეფარდება დიდი სამკუთხედის, აი ამას გაუფერადებას ეს ხო არ ქონდა გაფერადებას. ანუ ბეწვეროს თავმდებარე კუთხის მოპირდაპირე გვერდი y მეორედი, როგორც პატარა სამკუთხედში მართი კუთხის მოპირდაპირე 1.8 A შეფარდება ამ მარცხენა სამკუთხედში მართი კუთხის მოპირდაპირე x. ნუ შესაბამისად ახლა აქ თუ დაწერდი ჯვარედინად a ჯერ x-ი უდრის y მეორედ ჯერ 1.8 A-ს AB შეიკვეცებოდა ტოლობის ორივე მხარეს, აქ ეს 0.9 არის, მოდი ჩავწერ წილადად, არ მიყვარს აწილადებად ჩაწერა 9/10 და შესაბამისად ჩვენ გვთხოვდნენ A შეფარდებული AC შეფარდებული BC-სთან, ანუ AC ხო y-ია და BC x-ია და ესე იგი ეს x-ი რომ გადმომეტანა აქეთ გაყოფით და ეს აქეთ. 1 გაიყოფოდა ხო? 9/10-ზე, ანუ 10/9 იქნებოდა და აქ y-ი შეფარდებული x-თან გვექნებოდა. ანუ პასუხი არის 10/9. და MPQ მართკუთხედის MP გვერდის აწერტილი ყოფს 2/5 NP გვერდს აწერტილი ყოფს 2/5 შეფარდებით. ავიღოთ მართკუთხედი. დავაწეროთ ასოები MNPQ. მოდი ასე MNPQ. NP გვერდს აწერტილი ყოფს 2/5 შეფარდებით, მაგრამ რომელი მხრიდან ვარწერია? ანალიზ თუ მნიშვნელობა? აი, მოდი ვთქვათ, ჯერ n-დან განვიხილოთ და მერე პირიქით n-დან პატარა გვერდი იყოს. აი, ასე დაახლოებით, ასე NP, ანუ ეს იყოს 2x-ი, ეს იყოს 5x. EQ გვერდზე აღებულია B-წერტილი, PQ სად არის? აქ არის PQ გვერდზე აღებულია B-წერტილი, ისე რომ MAB კუთხე. M გოდიში ეს ცოტა საფიდე რეალობას დაემკვიდრება ხო? ეს აყოფილა უკაცრავად NP გვერდზე და MAB დაახლოებით ალბათ აქ ივარგებს, ხო? ანუ ისე იყო აღებული, რომ M-ი რომ შეგვერთებინებინა A-სთან და მერე ეს შეგვერთებინა B-სთან,
გამოვიდოდა ეს მართი კუთხე. ნება B. ვიპოვეთ MQ, ну MQ უნდა ვიპოვოთ. ну EB არის 6, BQ არის 4, აჰა, ну ცხადია, აი იქნებოდა 10, ხო? გამორჩენა პრინციპში. აქ კი არის ისე, მეგობრებო, ორი შემთხვევა განსახილველი, რადგან ჩვენ აწერტილი MP გვერდს არ ვიცოდით, რომელი მიმართულებით დაყოფდა 2-5-თან შეფარდებით, ну მე მგონია, რომ ორი შემთხვევა აქ არის განსახილველი. კარგი, აბა გავყვეთ ახლა, რა ხდება? რა ვიცით? ეს მართი კუთხეა, კი ბატონო, ესეც მართი კუთხეა. არის თუ არა ახლა ეს სამკუთხედი, აი ამ სამკუთხედის მსგავსი, უნდა განვიხილოთ ეს მსგავსება თუ არა. კი, რა თქმა უნდა, უნდა განვიხილოთ, რატო? თუ ეს არის სიტყვაზე ვთქვათ ალფა კუთხე, ხო? ცხადია ეს ხო ისეთი ბეტა კუთხე იქნება, ალფა პლუს ბეტა აუცილებლად უნდა იყოს 90 გრადუსი, იმიტომ რომ ეს თუ 90-ია, მათ შორის 180 გრადუსი უნდა იყოს ეს გაშლილი კუთხე, თავისთავად და ეს კიდურა კუთხეები 90 გრადუსს მოვცემდა და n ამ ართკუთხა სამკუთხედში ეს კუთხე ხო ცხადია ალფას 90-მდე შეავსებს, ანუ ესეც ბეტა იქნება და ანალოგიურად ესეც ალფა იქნებოდა. და დავწეროთ ახლა მსგავსება ამ ორ მარცხენა და მარჯვენა სამკუთხედებს შორის. ალფას მოპირდაპირე 10 ისე შეეფარდება მარჯვენა სამკუთხედში ალფას მოპირდაპირე 5x, როგორც ბეტას მოპირდაპირე 2x-ი, ეგ უკვე მარცხენა სამკუთხედში შეეფარდება მარჯვენა სამკუთხედის ბეტას მოპირდაპირე, ანუ 6. აქედან გამოდის, მეგობრებო, რომ ეს 5 და 10 შეგვიძლია შევკვეცოთ, აქ 2 იქნებოდა, ეს 2 და 2 შეგვიძლია შევკვეცოთ და x კვადრატი გამოვიდა 6-ის ტოლი. ჩვენ გვინდოდა MQ, ხო? MQ შესაბამისად x-ი აქედან გამოდის ფესვი, x-ი გამოდის ფესვი 6-დან და რადგანაც MQ იგივე NP-ა და NP იყო 7x-ი, ანუ 7 ფესვი 6-ი გამოდიოდა. კი ბატონო. მოდი ეგ A შემთხვევა და B შემთხვევა პირიქით რომ ყოფილიყო. ანუ ეს ყოფილიყო აქ 5 ნაწილი და ეს ყოფილიყო 2 ნაწილი. თუმცა არ ხდებოდა ასე. ნახოთ რატო არ იქნებოდა. ესე იგი კაი, მოდი დავთვალოთ აბა ნახოთ. რა პრობლემა იქნებოდა? შეიძლება ყოფილიყო. ანუ აქ ბეტას მოპირდაპირე 5x-ი მარცხენა სამკუთხედში შეფარდებული და მეორე სამკუთხედში ბეტას მოპირდაპირე 6-თან, ეს ტოლი იქნებოდა. მარცხენა სამკუთხედში ალფას მოპირდაპირე 10 შეფარდებული მარჯვენა სამკუთხედში ალფას მოპირდაპირე, იგივე გამოგვივიდა 2x-თან. ეს არ დავუკვირდი მე პრინციპში იგივე გამოდის. რატო this is იგივე 10x კვადრატი გამოდის 60 და x-ი გამოდის ფესვი 6 რა. ხო, ну იგივე გამოვიდა. რატომ გამოდის პრინციპში იგივე ახლა აქ? აი, ну შეგიძლიათ თავადაც იფიქროთ, ნახოთ, ეგ უბრალოდ დამთხვევაა. ნებისმიერ შემთხვევაში ასე იქნებოდა. თუ არა.
კარგი, იყოს ახლა ამაზე. მე სხვა დროს ვიფიქროთ, იდეაში ორი შემთხვევა მაინც გირჩევთ რომ განიხილოთ აქ, იმიტომ რომ მინიმუმ თავი დაზღვეული გვექნება ახლა. ასეც თუ განზოგადებები რო არ გავაკეთოთ მერე და სრულ შაბლონები რო არ შევქმნათ. 41. ვნახოთ 41. რას გვეუბნება? 41. ესე იგი, ABCD ტრაპეციის BC და AD ფუძეების შესაბამისად 4 და 64 სტოლია. ავიღოთ ტრაპეცია, არ გვეუბნება რომ ეს სტოლფერი და ან რამე ავიღეთ ტრაპეცია. საკმაოდ განსხვავებულია, ხო? მოდი ასე დიდი არის 1.64-ია ერთი ფუძე. მეორე საკმაოდ მცირე 4-ია, ხო? CD 4 და 64. იპოვეთ ABD სამკუთხედის პერიმეტრი, ანუ გამოდის რომ BD დიაგონალი ჩვენ უნდა გავველო. ასე. თუ BD არის 16 სტოლი. კარგია, აი ეს ალბათ არის 16. და BCD სამკუთხედის პერიმეტრი BCD არის 33. კარგი. ვიპოვოთ ახლა პერიმეტრი ABD. აქაც ახლა უნდა ვეძებოთ პირველ რიგში მსგავსება, მაგრამ ახლა იმდენად ცოტა ისე ცუდად ჩანს აქ მსგავსება. კი ბატონო, ეს კუთხე ამ კუთხის სტოლია. დავაკვირდეთ ახლა ჩვენ რა ფენომენი გვაქვს აქ. რაღაცა გვაქვს ასეთი სამკუთხედი, ხო? კიდე უფრო გაწელილია რაღაცა ეს ასე. ასეთი სამკუთხედი გვაქვს, ეს არის 4, ესაა 16. და გვაქვს მეორე სამკუთხედი რაღაცა ასეთი, ხო? ასეთი, ეს არის 16, ეს არის 64 და კი კუთხეები ესენი ტოლია. მაგრამ წინა ამოცანა რომ იყო, არ მახსოვს ნომერი, რამდენიც დააკვირდით, ჩვენ 4 განვიხილოთ 16-ის შესაბამისად, ხოლო 16 განვიხილოთ 64-ის შესაბამისად. 4/16 ხომ არის 16/64-ის ტოლი, ხო? ესეც 1/4-ია, ესეც 1/4-ია. და რადგანაც ამ ორი გვერდით შექმნილი კუთხეები კიდევ ტოლია მოცემულ სამკუთხედებში, ანუ სამკუთხედების ტოლების ერთ-ერთი ნიშანი გამოვიდა, ხო? ორი გვერდის პროპორციულობით და მათ შორის მდებარე კუთხის ტოლობით. და გამოვიდა, რომ აი მესამე გვერდი ახლა აქ რომ ავიღოთ რაც არ უნდა იყოს, თქვათ ეს x-ი, ეს y-ი, პირობითად x-ი შეფარდებულია ეს x-ი, ეს y-ი, y-თან იქნებოდა ეს 1/4-თან, ხო? აქ ჩვენ შეგვიძლია ახლა გამოვთვალოთ BCD სამკუთხედის პერიმეტრი ვიცით და გამოვთვალოთ ეს გვერდი და ისე ვიპოვოთ y-ი და შეგვიძლია პირდაპირ, ანუ რა გამოვიდა ფაქტობრივად? გამოვიდა რომ ამ ზედა და ქვედა სამკუთხედების კოეფიციენტი, მსგავსების კოეფიციენტი, ხო? არის 1/4. ანუ ფაქტობრივად PBCD-ს რომ შევაფარდო მე PABD-სთან, ეს 1/4-ია მეგობრებო. და ჩავსვათ მაშინ, ანუ გამოდის 33 შეფარდებული PABD-სთან, ეს არის 1/4 და PABD-ს გამოვიდოდა 4x33. ეს 32 მეგობრებო. ჩვენ გვაჩვენეთ რომ მსგავსი სამკუთხედების პერიმეტრების შეფარდება მსგავსების კოეფიციენტის ტოლია. 42 ამოცანა. ABC მართკუთხა სამკუთხედში 3 კვადრატია ჩახაზული, როგორც ხედავთ, აი ამ. ორი მათგანის გვერდების სიგრძეები ვიცით 3 და 2-ია. უნდა ვიპოვოთ მესამე გვერდის მესამე კვადრატის სიგრძე, ხო? კარგი. პრინციპში რა შეგვიძლია ახლა აქაც დავინახოთ მეგობრებო, რომ სამკუთხედები მსგავსია, ხო?
მოდი ახლა ვფიქრობ, უბრალოდ გადავხაზოთ თუ არ გადავხაზოთ და შეგვიძლია მაგალითად შეიძლება დავატიოთ ნახაზზე. ნუ თავად წიგნში მოცემულ ნახაზზე. მაინც ალბათ სიზამარცე გვძლია და მოდი თავად ნახაზზე დავიტანოთ ახლა. ხო, ну ახლა რა თქმა უნდა აქ მსგავსებით უნდა მივდგეთ, მაგრამ ბევრი წვილია, ხო, მსგავსებს აი ნახეთ, ესეც მსგავსია, ამისი ესეც, ესენი ხო მსგავსებია. შეხედეთ კიდევ, აი ეს ხო მსგავსია თან, აი ამისი თან ესეც მსგავსია, თან ესეც მსგავსია. ძალიან ბევრია მსგავსი, მაგრამ ახლა თავისთავად აქ ჩვენ უნდა მივდგეთ იმ მომენტიდან თუ სად უფრო მეტი რა ვიცი, ხო? აი დააკვირდით ახლა სადაც ვიცით რომ დავაწეროთ და ეგ 2-ია. აი ეგ 3-ია. აი ასე აქ ეგეც 3-ია, აქ ეგეც 2-ია ეს გვერდი. სამაგიეროდ ამას გვეკითხებიან, ეგ x-ია, ეგ x-ია ასე, ხო, მთლიანად, აი ეს. აი ბატონო. რა ვქნათ? ეგეც x-ია, ხო, ან ესე იგი პრინციპში, შეხედეთ, დავაკვირდით, აი ეგ 3-ია, ხო? აი ეგ არის მთლიანად 3, ხო? და გამოდის რომ მე რომ ავდგე ახლა და ამას დავაწერო აი აქედან აქამდე. და განვიხილო ამ სამკუთხედის მსგავსება ამ სამკუთხედის მსგავსებასთან. ხო გამოვა რომ აი როგორც შეეფარდება აი ამ გვერდს a პლუს 2-ს, ისე შეეფარდება 2 3-ს. აი ეგ სამკუთხედი ამ სამკუთხედთან რო განვიხილო მსგავსება. 2 3-თან. აქედან მარტივად ახლა 3a უდრის 2a პლუს 4-ს, a უდრის 4-ს და ხო, ავიპოვეთ. მაშინ ნახეთ ახლა აი ამ პატარა სამკუთხედის მსგავსება რომ განვიხილო, აი ამ დიდ სამკუთხედთან. ნუ ახლა მივიღეთ ჩვენ აქ 4 და ესე გამოდის რომ 4 ისე შეეფარდება აი დიდ გვერდს, აი აქ, აი ამას 9-ს, როგორც 2x, ხო? როგორც 2x. რაც მაგ დაშტრიხული, აი ამ დიდ სამკუთხედთან ხო იქნებოდა მსგავსი. და შესაბამისად რა გამოდის აქ ეს იკვეცება და 2x უდრის 9-ს და x უდრის 9 მეორეც. ახლა ვიპოვეთ. აი მოდი გავაგრძელოთ ახლა ჩვენ მუშაობა. იქნებოდა ახლა აქ თიში ასე შეფტი გაგვიქცე, ხო? მოდი შევცვალოთ. აკვექცა, ახლა დარეგულირდა. 43. აღარ ახდება 43-ში ნახოთ. AC წრფის პარალელური DE წრფ ABC სამკუთხედის AB და BC გვერდებს შესაბამისად D და E წერტილებში კვეთს. ახლა ABC სამკუთხედზე ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს მოწოდებული და რაღაც ისე ზოგადად დავხატოთ რა. ABC სამკუთხედი ასე A B C AC წრფის პარალელური DE წრფ AC წრფის პარალელური DE წრფ ABC სამკუთხედის AB და BC გვერდებს შესაბამისად D და E წერტილებში კვეთს. გავავლე ასე DE წრფ.
პარალელური რადგან იყო ეს ამის ტოლია, ეს ამის ტოლია. AB იყო 20-ის ტოლი. AB 20-ია. BC არის 30-ის ტოლი. BC 30-ია. და AD არის B-ის ტოლი. AD B-ის ტოლი. იპოვეთ B და B. ანუ B-ს თუ აღნიშნავდით X-ით, AD-ც იქნებოდა X-ი, შესაბამისად ეს იქნებოდა 20 - X-ი. და რომ დავწეროთ ახლა მსგავსება რა, 20 - X-ი რისი შესაბამისია? მთლიანად 20-ის, ხო? დავწეროთ 20. ისე შეიფარდება როგორც 20 - X-ი. X ისე შეიფარდება როგორც X-ი შეიფარდება 30-ს, ხო? მარტივად ასე. უბრალოდ 20 და 30 შევკვეცოთ 10-ზე 2 და 3 იქნება და მე ჯვარედინათ. 3-ჯერ 20 - X-ი ეგა 2x-ი 60 - 3x უდრის 2x აქ 5x უდრის 60 და x-ი გამოვიდა 12. ანუ გამოგვდის მეგობრებო რომ b იქნებოდა 12, რასაც ვიკითხებოდნენ bd შესაბამისად სადახარ bd ხო bd იქნებოდა 8, ხო 20 - x ანუ 8. 12 და 8 გამოდიოდა პასუხი. მოდი ნახოთ ახლა 44. ველის კითხავს. m წერტილი ABC სამკუთხედის AB გვერდზე ძევს. მოდი აქაც. მივიღოთ. ისე. დავხატოთ აქ A B C სამკუთხედი. m წერტილი AB გვერდზე ძევს, ხო? ისე რომ კუთხე BMC ტოლი იყოს ACB-სი. ACB-ს ტოლი იყოს BMC. აგერ იყოს თქვათ M-ი. ცოტა რაღაცა რეალობასთან ახლო აიც არ გამოდის, მაგრამ იყოს. ასე მოკლედ რა ამბავი დატრიალდა. კუთხე BMC არის S და ACB არის S. ხო? ანუ ეს კუთხეები ერთმანეთის ტოლია. ესე იგი რომ წარმოვიდგინოთ, აი ერთი S სამკუთხედი რაღაცა ასე. MBC ეს კუთხე და მეორე თავად ეს სამკუთხედი რაც იყო მოცემული, ხო? ასე ABC და აი ეს კუთხე BMC კუთხე ACB კუთხის ტოლი, აი ამ კუთხის ტოლი. AM 16-ია. MB 9 არის. უნდა გვეპოვა BC. კაი BC X-ი. შეხედეთ ახლა ეს კუთხე საერთოდ ხო გამოდის ამ ორ სამკუთხედს, ანუ აქაც არის B კუთხე, აქაც არის B კუთხე. ანუ არ გამოვიდა ახლა ეს საკუთხედები მსგავსი? რა თქმა უნდა გამოდის. ორი კუთხე ტოლი. ეს 9 იყო, ეს 25 გამოდიოდა, მთლიანად AB გვერდი. ამას გვეკითხებოდნენ X-ი, ანუ BC-ც X-ი შესაბამისად. დავწეროთ ახლა. ზედა საკუთხედში ორ-რკალიანის მოპირდაპირე X-ი ისე შეეფარდება ქვედა საკუთხედში ორ-რკალიანის მოპირდაპირე 25-ს, როგორც ზედა საკუთხედში ურკალოს მოპირდაპირე 9 შეეფარდება ქვედა საკუთხედში ურკალოს მოპირდაპირე X. შესაბამისად აქ X კვადრატი უდრის 9-ჯერ 25-ს და X-ი გამოდის, ნუ ფესვი აქედან, ანუ 3-ჯერ 5, ხო? ესე იგი 15. ასეთი ამბავია მეგო. მოდი 45-ით და აღნიშნული ჩანაწერი დავასრულოთ. 45. ABC სამკუთხედში გავლებულია BD წრფე. ისე. ასე. დავაწეროთ A
C საკუთხედი. გავავლოთ BD წრფე ისე რომ ABD კუთხე უდრის BC 100. ABD BC 100. რაღაცა დაახლოებით ასე. და მაშინ აი ეს კუთხე ტოლია BC 100. აი რო წარმოვიდგინოთ რაღაცა ეს ნახატი, აი A B C და აი ეს ნახატი, ხო? აი ასე A B C, აი ეს კუთხე და აი ეს კუთხე ერთმანეთის ტოლი. ABD კუთხე და მოდი შევსდი არის, ხო? ABD და AC BC-ა. AB არის 16, AC არის 20, 16, 20. AD არის X, ხო? ანუ დააკვირდით, ეს 16-ია, AD-ს გვეკითხებიან, აქაც AB 16-ია, AC არის 20. ანუ მოდი ვნახოთ ახლა რა ხდება. კუთხეა საერთო არ არის ამორსაკუთხედში, აი ეს კუთხე და ეს კუთხე. იმედია ეს უფრო გეხმარება, ცალ-ცალკე ნახას რო ვაკეთებ, ვიდრე გავბრებთ, აი ერთად რო ეს აქ შეიძლება ცოტა დაავადებელი იყოს, რომ რატომ უნდა დაივიდეთ ახლა, აი ეგ საკუთხედი, მსგავსია დიდი საკუთხედის, აქაც ერთ რკალი არის სოპირდაპირე არის BD და იქნებოდა ანუ ორ რკალი არის სოპირდაპირე X-ი, ისე შეფარდება დიდ საკუთხედში, ორ რკალი არის სოპირდაპირე 16-ს, ასე როგორც პატარა საკუთხედში ურკალოს მოპირდაპირე 16, შეფარდება დიდ საკუთხედში, აი ურკალოთ იქნება, აი აქ მომენტის გამო ახლა რომ შეიძლება ეს ურკალო რატო არის აი ეს კუთხე, მაგრამ ნუ საწყისი რკალებით ხო არ გვაქვს ჩვენ აღნიშნული და ამის მოპირდაპირე გვერდს, ანუ 20. და ცალკე რომ გვაქვს გადალია, კარგად ჩანს რა. ანუ ორ რკალი არის მოპირდაპირე X, ისე შეფარდება აი ამ ქვედა საკუთხედის ორ რკალი არის მოპირდაპირე 16-ს, როგორც ზედა საკუთხედში ურკალოს მოპირდაპირე 16 შეეფარდება ქვედა საკუთხედში ურკალოს მოპირდაპირე 20. აქ X იქნებოდა 16-ჯერ 16 შეფარდებული 20-თან და 16 კვეთს 20, აქ 5-ია, აქ 4-ია და 64 მეხუთეც ვიღებდით. ასეთი ამბავია, მეგობრებო. კარგი, მოდი დროებით დავისვედოთ და 46-დან გავაგზავნოთ შემდეგ ამოცანების განხილვა.